და შემდეგი სტუმარი, ვისაც დაველაპარაკებით, ეს არის ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გვერდთვება პირდაპირ ეთერში. ნინო, მოგესალმები. თქვენთან გვაქვს კითხვა იმ კომუნიკაციაზე, რომელთან დაკავშირებითაც აი ინფორმაციის წყარო არის ევროდეპუტატი, ხო? მას ელაპარაკა პირველი საინფორმაციო სამსახური, იქ იყო საუბარი რა საკითხებით ინტერესდებიან კონკრეტულად ეს პირები, თუმცა გვარები არ დასახელებულა და თქვენი დასკვნა რა არის ამ პროცესზე, ამ ინფორმაციაზე, რომელიც ცნობილი გახდა, რეალურად რაზე რეაგირებს ქართული ოცნების ის ნაწილი, რომელსაც ასე ვთქვათ, სანქციების თვალსაზრისით ბევრი აქვს დასაკარგი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ქართული ოცნების წარმომადგენლები რეაგირებენ როგორც მოსალოდნელი იყო სწორედ იმაზე, რაც მათ ადარდებთ და ერთადერთი რაც მათ ადარდებთ, ეს არის მათი პერსონალური კეთილდღეობა და ზუსტად ის, რაც იყო ამ სანქციების პირველადი და უშუალო სამიზნე. იმიტომ რომ ყველასთვის გასაგებია, რომ ოცნების მთელი სისტემა დგას სწორედ აი ამ არალეგალურ, კორუმპირებულ კრიმინალურ ფულზე, რომელიც მათ ყველაზე მეტად ეძვირფასებათ. ეს არ არის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ადარდებს საქართველოს კეთილდღეობა, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად და ყველა გზით ცდილობენ ძალაუფლება შეინარჩუნონ, სწორედ იმიტომ, რომ მათ ეძვირფასებათ ის არალეგალურად მოპოვებული დიდი ქონებრივი შესაძლებლობები, რომელიც მათ ბოლო წლების განმავლობაში შეძლეს, რომ აი ამ სისტემის მეშვეობით მოეპოვებიათ ხალხის ხარჯზე და იმის ხარჯზე, რომ იყვნენ ძალაუფლებაში მთელი ამ წლების განმავლობაში. სწორედ ამ ნაწილში აღმოჩნდა მათთვის განსაკუთრებით მტკივნეული ეს სანქციები, მიუხედავად იმისა, რეალურად რას ამბობდნენ და რა გზავნილები ისმოდა ქართული მოსახლეობის გასაგონად პროპაგანდისტულად, როდესაც ისინი საუბრობდნენ, რომ ამ სანქციებს არანაირი შედეგი არ ექნება, რომ მათ ეს არ ადარდებთ და რომ დასავლეთ შეუძლია მოიქცეს როგორც მათ უნდა. როგორც აღმოჩნდა და როგორც მოსალოდნელიც იყო, მათ მხოლოდ ეს ადარდებთ. მათ ადარდებთ რა ბედი ეწევა მათ ქონებას, რა ბედი ეწევა მათ შვილებს, რომლებიც დასავლეთში არიან, ან რომლებიც გეგმავენ, რომ დასავლეთში გაემგზავრონ სასწავლებლად თუ საცხოვრებლად, მათ პერსონალურ კეთილდღეობას, დასავლეთში გადაადგილების შესაძლებლობას და უშუალოდ ფინანსურ თემებს, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია და ის ფული, რომელიც დასავლეთში აქვს სავარაუდოდ დაბანდებული, ან გეგმავდნენ, რომ სამომავლოდ გამოეყენებინათ, მაგრამ ახლა ამ შეზღუდვების ფონზე მათ ძალიან ინდივიდუალურად და კონკრეტულად პრობლემები შეექმნებათ. მათი ოჯახის წევრებს და მათ ქონებას. და აღმოჩნდა, რომ ზუსტად ის არის, რაზეც მთელი ამ თვეების განმავლობაში საუბრობდით ჩვენ და რა მიზანსაც ემსახურება ზოგადად ამ ტიპის სანქციები. ნინო, აი შედეგზე მინდა კითხოთ, რამდენად ცალს, კი, შედეგზე მინდა კითხოთ, თუ შეიძლება, სხვა შორის დღეს რამდენიმე განმარტება იყო ამ საკითხზე, კალაძე, რომელიც დიდ სისულელით აფასებდა ამ საკითხს, რომ თითქოს იქ ვინმე რეკავს და ითხოვს, რომ მოიღონ სიიტანა ამ შესაძლებლობაზე სვამს კითხვებს, მაგრამ კიდევ ერთი კომენტარი იყო დეპუტატ დავით ულიანის, რომელიც ამბობს, რომ შესაძლოა ვინმე მოითხოვდეს მათი შეფასებით უსამართლო სანქციების გასწორებას და ეს არისო ლეგიტიმურიო. ეხლა მე შედეგზე ეს მიუთითებს ინტერესზე, ამიტომ მოვიყვანე ეს კომენტარი ამ შემთხვევაში მოვიტანე. შედეგზე მინდა კითხოთ, აი რეალურად რა ხდება შედეგობრივად? თქვათ, აი პერსონალური შიში უჩნდება ადამიანს, მაგალითად კალაძემ თქვა, რომ კრიპტოში გადაიტანა ყველაფერი და ევროპულ ბანკებთან აღარაფერი აკავშირებს. აი რა შედეგის მოტანა შეუძლია ამ ყველაფერს პროცესისთვის? და აი სწორი მოლოდინი რო არსებობდეს, ნინო, სანქციების საკითხთან დაკავშირებით, ამაზე რა კომენტარის გაკეთება შეგიძლიათ? სანქციები არის როგორც პრევენციული, ისე სადამსჯელო მექანიზმი დასავლური ქვეყნების დედაქალაქების მიერ შემუშავებული პოლიტიკური ინსტრუმენტი იმ რეჟიმების წინააღმდეგ, რომლებიც იქცევიან არადემოკრატიულად, რომლებიც ამავდროულად ცდილობენ, რომ იყვნენ დასავლეთის ნაწილი, მაგრამ არ იქცევიან ისე, როგორც ეს ცივილიზებულ დასავლეთს შეესაბამება. შესაბამისად,
მართველი დე-ფაქტო მართველობა თუ გადაწყვეტს რომ გადაუხვიოს იმ გზას, რასაც ქვია დემოკრატიულად ფუნქციონირებადი საზოგადოების უზრუნველყოფა, მაშინ მათ აქვთ ეს მექანიზმები, რომელიც მათ შეუძლიათ ცალკეული ჯგუფების თუ ინდივიდების მიმართ გამოიყენონ იმისთვის, რომ გამოიყენონ სანქციები როგორც ზეწოლის მექანიზმი, ეს ადამიანები კვლავ მოიქცნენ ცივილიზებულად, თუ მათ ჯერ კიდევ დე-ფაქტო ძალაუფლება გააჩნიათ და შეუძლიათ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ შემთხვევაში ეს ძალიან ნათელია. ჩვენ შემთხვევაში მოხდა ძალაუფლების აშკარა მიტაცება, ჩვენ შემთხვევაში მოხდა დეკლარირება იმისა, რომ ჩვენ ავირჩიეთ ავტორიტარული მმართველობის გზა, რომ ჩვენ აღარ გვინდა ვიყოთ ცივილიზებული მმართველების ხელში, ანუ საქართველოს აღარ უნდა იმართებოდეს დემოკრატიულად, არამედ უნდა იმართებოდეს ავტორიტარული მმართველობის ფორმით, რომელიც შეუთავსებელია დასავლეთის იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ამ ადამიანებს ურთიერთობა სურთ, რომლებშიც სურთ, რომ თავიანთი შვილები გაამგზავრონ, სადაც თვითონ უნდათ მოგზაურობა და სადაც ამავდროულად თავმოყრილია მსოფლიო ფინანსური გზები, რომელსაც რაც არ უნდა ილაპარაკოს სკალაზე, გვერდს ვერ აუვლიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ დიდი ფინანსური ინტერესი, აქვთ ბევრი ანგარიში და აქვთ რაც თავარია, აი ამ ცივილიზებული მიმოქცევის ნაწილი უნდათ რომ იყონ. მათ რაც არ უნდა გადაიტანოს, ყველა ვერ მოახერხებს იმას, რომ რაღაც მხოლოდ ემირატებს შეაფაროს თავი და გადაიტანოს ეს ანგარიშები. ამის ფუფუნება ყველა რიგით წევრს არ მიეცემა ეს ერთი. გარდა ამისა, მთლიანად ჩამოშორება ცენტრალური დასავლური ფინანსური ინსტიტუტებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდათ რომ სრულფასოვნად იფუნქციონირონ თანამედროვე გლობალურ სამყაროში. ამიტომ რასაკვირველია ეს არის მათთვის სერიოზული პრობლემა, ეს არის მათთვის სერიოზული გამოწვევა და ისინი ცდილობენ ყველაფრის გვერდისავლი და მათ შორის როგორც ჩანს კულუარული გზებით მოიპოვონ, ასე ვთქვათ, ინდივიდუალური ინდულგენცია თუ ინდივიდუალურად ჩაეხსნან იმ სიებს, რომელიც გარკვეულ ჯგუფებზე გავრცელდა და რომლებიც ვერ ახდენენ გავლენას პოლიტიკურ პროცესზე, იმ თვალსაზრისით, რომ ვერ ცვლიან აი ამ კურსს, აი ამ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ივანიშვილმა მიიღო მოსკოვის დავალებით, ამ გადაწყვეტილებაში ისინი როგორც ჩანს პირდაპირ და უშუალოდ ვერ მონაწილეობენ, მაგრამ უნდათ რომ ინდივიდუალურად თავი დააღწიონ შედეგებს, რომელსაც ეს ავტომატურად იღებს. ჩვენ არ შეიძლება თქვენ რეჟიმს შეუძლია გადაწყვეტოს, რომ ის იყოს ავტორიტარული, მას შეუძლია უგუველყოს თავისი ამომრჩევლის თუ მოსახლეობის პოზიციები თუ ნება-სურვილი, მაგრამ ის ამავდროულად ვერ იქნება დასავლური სისტემის ნაწილი. ეს არის აქ მთავარი. მას შეუძლია განუდგეს ცივილიზებულ სამყაროს, მაგრამ მაშინ ის ვერ იქნება ცივილიზებულ სამყაროსთან იმ ურთიერთობებში, რომელშიც ისინი აქამდე იყვნენ. ნინო, აი უსამართლობაზე ჩვენი მმართველების კი, აი უსამართლობაზე როდესაც კეთდება აქცენტი. ჩვენი მმართველების უმრავლესობა განსხვავებით რიგითი მოქალაქეებისგან თავიანთი ოჯახებით სწორედ რომ მშვენივრად არის დაბინავებული და განვითარებულ დასავლეთში. ნინო, ჩვენ გამოუძიებელ საქმეებზე ვლაპარაკობთ ხო აქტიურად ამ პერიოდის განმავლობაში, ვსვამთ კითხვებს, რატომ არ არის ეს საქმეები გამოძიებული, არ არის და არაფერი ვიცით მათ შესახებ და ამ დროს ქართული ოცნების დეპუტატის აქცენტი იყო, მე საგანგებოდ გაუსვია მას ხაზი, რომ შესაძლოა ვინმე მოითხოვდეს უსამართლო სანქციების გასწორებას. აი რისგან თავის არიდება ცდილობს ოცნება, ხო? აი არ იღებს სანქციას არც ერთი მათგანი, იმიტომ რომ მე არ მეკუთვნის რაღაც არ ვიცი, რა მოტივები ალბათ თავად უკეთიციან, უსამართლობაზე კეთდება აქცენტი. აი რისი გაცნობიერება არ ხდება, ან რისი ნიველირება ხდება მათი მხრიდან. მოკლედ რომ მიპასუხოთ თუ შეიძლება. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს სანქციები არის სამართლიანი და დამსახურებული. მათ ასევე კარგად იციან, რომ დასავლეთმა ვიდრე სანქციების გადაწყვეტილება მიიღო, მან საქართველოს მართველი გუნდის წინააღმდეგ და მისამართით არაერთი გაფრთხილება გასცა. მათთან იყო ინდივიდუალური საუბრები, მათთან იყო დიპლომატიური საუბრები, მათი მისამართით გაკეთა საჯარო განცხადებები. სანქციების გადაწყვეტილება იქნა მიღებული როგორც სულ ბოლო გამოსავალი მას შემდეგ, რაც ყველა გაფრთხილების უგულვებელყოფა მოხდა. ეს გაფრთხილებები იყო სავსებით დასაბუთებული, ჩვენ ვნახეთ არაერთი საჯარო განცხადება, ჩვენ ვნახეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლობითი ორგანოების რეზოლუციები, სადაც ძალიან მკაფიოდ არის მითითებული ადამიანის უფლებების დარღვევებზე.
არჩევნების შედეგების მიტაცებაზე, არჩევნების გაყალბებაზე, მოქალაქეებზე ძალადობაზე, სასამართლოს ხელისუფლების მიტაცებაზე, პოლიტიკურ კონტროლზე, ოლიგარქიულ მმართველობაზე. მათ ძალიან კარგად იციან ყველა ინდივიდუალურმა, რომელიც მოხდა სანქციების სიაში, ძალიან კარგად იცის, რომ ეს სანქციები მათი მისამართით არის დამსახურებელი და სამართლიანი. რასაც ისინი ახლა ცდილობენ, არის რომ ინდივიდუალურად თავი დააღწიონ და რაღაც გზები გამონახონ, იქნებ მათ მიმართ უფრო მობიერი აღმოჩნდეს ეს სისტემა. დიდი მადლობა ნინო, დაგემშვიდობებით. ნინო კალანდაძე საუბრობდა ჩვენს პირდაპირ ეთერში.